Зараз один з найважчих моментів нашої історії. ეხლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტია. ძნელი არჩევანის წინაშე ვართ, ან დავკარგავთ ღირსებას, ან საკვანძო პარტნიორს, ან მძიმე 28 პუნქტიანი გეგმა, ან რთული ზამთარი. ამ მძიმე არჩევანის წინაშე უკრაინა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას გაეცნო. ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ამერიკის პრეზიდენტს ისეთ ალტერნატივებზე ესაუბროს, რომელიც უკრაინას მშვიდობას ღირსების დაკარგვის გარეშე მოუტანს. Життя без свободи, без гідності. უკრაინაზე წნეხი დიდია, შემდეგი კვირები რთული იქნება, მაგრამ მუშაობ პარტნიორებთან, რომ უკრაინის ინტერესი გათვალისწინებული იყოს. ევროპა ჩვენს გვერდითაა. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანი მშვიდობისთვის. დონბასის დათმობა, უკრაინის სამხედრო ძალების შემცირება, ნატოზე უარის თქმა და რუსულიანი სახელმწიფო ენად გამოცხადება. უკრაინელებისთვის რუსეთის გამარჯვების ტოლფასია. თუმცა გეგმა მათ დაცვასაც ითვალისწინებს, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიით შესრულდება. ამ გეგმის პარალელურად სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს როიტერი. გამოცემის ცნობით ვაშინგტონი კიევს სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, რათა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. შტატების 28 პუნქტიან სამშვიდობო წამოწყებით უკმაყოფილო არიან ევროპელი პოლიტიკოსებიც. ტრამპის გეგმა მათი შეფასებით რუსეთის სურვილების დაკმაყოფილებაა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრაც გამართეს, რომლის მიზანი დონალდ ტრამპის გადარწმუნება და ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავება იყო. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირზე ან ნატოზე, ევროპელი პარტნიორების თანხმობის ან მოკავშირეებს შორის კონსენსუსს საჭიროებს. უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი საკუთარი სუვერენიტეტის ფარგლებში. ეს ფუნდამენტური პრინციპია. ბრიუსელის უკმაყოფილებას ევროკავშირის თამაშგარეთ დარჩენაც იწვევს. ტრამპის სამშვიდობო გეგმის პარალელურად ისინი უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე საუბრობენ. განსხვავებული პოზიცია აქვს ოფიციალურ ბუდაპეშტს. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი. ეს აგრესია ევროპაში ხდება. ამიტომ ხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მოუწოდებთ ევროპელ პოლიტიკოსებს არ ჩაშალონ სამშვიდობო ძალისხმევა. არ შეაფერხონ და არ დააბრკოლონ დონალდ ტრამპის გეგმა, რადგან უკრაინაში მშვიდობის დამყარების კარგი შანსი გვეძლევა. ექსპერტთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოდ გახმაურებულმა კორუფციულმა სკანდალმაც იმუშავა. ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვამ უკრაინის პირველ პირ შტატებთან უკრაინისთვის მიუღებელ სამშვიდობო გეგმაზე საუბარი აიძულა.